მე შინაგანად როგორი ადამიანი ვარ. მე სულით რომ მეუნება ღმერთი, რომ სულით უნდა ვცე თაყვანი. მე ღმერთს ვგრძნობ, ისადმი თაყვანისცემას აღვასრულებ. შინაგანად ჩემში რამე პროცესი მიდის. და გაგახსენეთ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ სულის ნაყოფები არისო სათნოებები და ჩამოთვლის ამ სათნოებებს, ხო? სიმშვიდე, სიკეთე, სახიერება, სიხარული, მოთმინება და ასე შემდეგ. აი ეს სათნოებები აღმოცენდა ჩემში. ანუ ერთია რომ რაღაცეებზე უარი ვთქვი, მაგრამ მეორე არის რომ ჩვენ მარტო ნეგატივისგან კი არ უნდა გავთავისუფლდეთ, არამედ პოზიტივში უნდა განვითარდეთ. ანუ ჩვენ მარტო ცოდვებისგან კი არ უნდა გავთავისუფლდეთ, არამედ სათნოებებში უნდა გავიზარდოთ და სათნოებებში უნდა გავძლიერდეთ. სრულ ქნა უნდა მოვახდინოთ სათნოებების ჩვენში და ჩვენში ქრისტიანობა ხშირად რაზეა დაყვანილი? ცოდვებთან ბრძოლაზე. და თან ეს ცოდვები ძირითადად ჩვენში მოაზრებულია ეს გარეგნული მძიმე ცოდვების სახით. და რომელიც დაიყვანება 10 მცნების ძალიან გარეგნულ ზედაპირულ გაგებაზე. არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო და ასე შემდეგ.